საპარლამენტო არჩევნებამდე 16 დღე დარჩა. 26 ოქტომბერს მოსახლეობა ერთი მხრივ პროპორციული საარჩევნო სისტემით, მეორე მხრივ კი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სასურველ პოლიტიკურ სუბიექტებს მისცემს ხმას. რა სისტემით ჩატარდება არჩევნები გურჯაანის მუნიციპალიტეტში და როგორ უნდა მისცენ ხმა ამ და არჩევნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მაია ჩუთლაშვილთან გურჯაანის ნომერ 12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ვისაუბრებთ. ქალბატონო მაია, გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით ნინო, მადლობა დღევანდელი მოპატიჟებისთვის. ქალბატონო მაია, რა სახის ბიულეტენი დახვდება ამ მომრჩეველს საარჩევნო უბანზე და როგორ უნდა მისცენ მათ ხმა? დიახ ნინო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 26 ოქტომბერს ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. არჩევნები ტარდება მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით და აქედან გამომდინარე უბანზე მისულ ამ მომრჩეველს გადაეცემა ბიულეტენი, რომელზეც იქნება იმ პარტიების ჩამონათვალი, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი რეგისტრაცია. სიახლე გვაქვს ბიულეტენის შევსების წესთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი უბნების უმრავლესობაში არჩევნები ჩატარდება ტექნოლოგიების გამოყენებით, ზუსტად ამიტომ განსხვავება გვაქვს ბიულეტენის შევსების წესთან დაკავშირებითაც. ანუ ამომრჩეველი მას შემდეგ, რაც რეგისტრატორთან გაივლის გარკვეულ რეგისტრაციას, მას გადაეცემა ბიულეტენი და რეგისტრატორისგან მიიღებს დეტალურ განმარტებას, თუ რა სახით უნდა დააფიქსიროს მან საკუთარი არჩევანი. იქვე რეგისტრატორის მაგიდასთან გააფერადებს საჩვენებელ წრეს და რეგისტრატორი მას მისცემს მითითებას, რომ მიბრძანდეს კაბინაში და კაბინაში მისთვის სასურველი პარტიის წინ არსებული ერთი წრე გააფერადოს იმის მსგავსად, როგორც გააკეთა საცდელ წრეში. ამის შემდეგ ამ მომრჩეველი აფიქსირებს თავის არჩევანს, ათავსებს ბიულეტენს სპეციალურ ჩარჩო კონვერტში. ბიულეტენის გადაკეცვა არ შეიძლება და მინდა რომ ეს ჩვენმა ამ მომრჩეველმა გაითვალისწინოს და ამის შემდეგ მიბრძანდება ხმის მთლელ მოწყობილობასთან და ბიულეტენი უნდა დაიკავოს ამ მომრჩეველმა ისეთი პოზიციით, რომ შევსებული მხარე იყოს ქვემოთ, ხოლო შევსებელი სუფთა მხარე ჰქონდეს ზემოთ. რადგან შესაძლებელია ხმის დათვლის ელექტრონულმა მოწყობილობამ გარკვეული მიზეზებით ბიულეტენი უკან დააბრუნოს და ჩვენ გარანტირებული ვქონდეს ხმის მიცემის ფარულობა. ზუსტად ამიტომ მინდა ვთხოვოთ ჩვენს ამ მომრჩეველს, რომ აი ეს ჩემს მიერ გაწეული დღევანდელი რეკომენდაცია და იმ დღეს, რასაც მოისმენ რეგისტრატორისგან ზედმიწევნით შეასრულონ. დიახ. და აუცილებელი დეტალი არის გასათვალისწინებელი, რომ უნდა გააფერადონ და არ შემოხაზონ, ხო? დიახ, ეს აუცილებელი მოთხოვნაა. ამასთან გაფერადება უნდა მოხდეს სპეციალური მარკერით. ამასთან დავაკონკრეტებ ერთ მომენტსაც. ნახეთ, გაფერადებული ან მონიშნულია და იქიდან გამომდინარე, რომ მონიშნამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული არევა ამ მომრჩეველში, მონიშნაში შეიძლება იგულისხმებოდეს წრის შიგნით მონიშნვაც და წრის გარეთ. ზუსტად ამიტომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 ოქტომბრის ნომერ 220-2024 განკარგულებით კიდევ უფრო დააკონკრეტა ბიულეტენის შევსების წესი, რომ ამ მომრჩეველმა უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის წინ არსებული წრე ან მონიშნოს წრის შიდა სივრცე. ანუ დაკონკრეტდა, რომ მონიშნაში იგულისხმება სწორედ წრის შიდა სივრცის მონიშნა. დიახ, აი თუ შეეშალა ამ მომრჩეველს და ხმა შეცდომით მისცა და მერე მიხვდა, რომ სხვა პოლიტიკური პარტიისთვის უნდა და მიეცა ხმა, შესაძლებელი არის, რომ გამოასწოროს ეს შეცდომა? დიახ, თუ კი ამ მომრჩეველი მიხვდა, რომ მან არასწორი არჩევანი დააფიქსირა, ან მოუვიდა შეცდომა და გააფერა და ან მონიშნა ერთზე მეტი წრე, ასეთ შემთხვევაში მას უფლება აქვს, მაგრამ მხოლოდ ერთხელ, რომ სთხოვოს კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს მისი ხმის ფარულობის დაცვას, ასეთი ბიულეტენი ჩაითვლება გაფუჭებულად შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით
და ამ მომრჩეველს გადაეცემა ახალი ბიულეტენი, რომელზეც ის დააფიქსირებს თავის არჩევანს. დიახ. გასაგებია. საინტერესო არის, რამდენი ამომრჩეველი არის რეგისტრირებული გურჯაანის მუნიციპალიტეტში და რამდენ უბანზე ჩატარდება არჩევნები ელექტრონული სისტემით და რამდენზე კვლავ ტრადიციული მეთოდით. დიახ, გურჯაანის ოლქში რეგისტრირებულია დაახლოებით 50,000 ამომრჩეველი. 26 სექტემბრისთვის გაიხსნა 44 საუბნო საარჩევნო კომისია. აქედან 36 უბანზე არჩევნები ჩატარდება ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო 8 უბანზე არჩევნებს ჩავატარებთ ისევ ძველი ტრადიციული წესით. ამომრჩეველი არის ავად ან სხვა მიზეზით არ შეუძლია საარჩევნო უბანზე მისვლა. შეუძლია თუ არა ხმა მისცეს გადასატანი ყუთის დახმარებით. დიახ, რა თქმა უნდა, საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ შეიძლება ადამიანი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სამსახურებრივი ვალდებულებიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღეს ვერ მივიდეს საარჩევნო უბანზე და ვერ განახორციელოს ხმის მიცემის პროცედურა, ამიტომ განსაზღვრულ ვადებში ამომრჩეველს, შესაბამისი საჭიროების მქონე ამომრჩეველს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს გადასატანი ყუთის მიტანა. განცხადება შეიძლება წარდგენილი იყოს როგორც წერილობითი ფორმით, ასევე სატელეფონო შეტყობინებით. მაგრამ მინდა ვთხოვო ჩვენს ამომრჩეველს გაითვალისწინონ, რომ ვადები იწურება, გადასატანი ყუთით მიმართვიანობის ვადა განსაზღვრულია კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-11 დღისა, ანუ 15 ოქტომბრის 18 საათამდე. ჩვენს ამომრჩეველს თუ კი მათ აქვთ შესაბამისი საჭიროება, შეუძლიათ მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიას. კომისია იმსჯელებს, რამდენად რეალურია მათი მოთხოვნა და მიიღებს გადაწყვეტილებას დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ. დიახ, აი საინტერესო არის, რა შემთხვევაში კმაყოფილდება ხოლმე ძირითადად ასეთი მოთხოვნა. დიახ, ამ გადაწყვეტილებას იღებს, რა თქმა უნდა, საუბნო საარჩევნო კომისია. კომისია მსჯელობს, ხდება ამ ადამიანების გადამოწმება. თუ კი ადამიანს შეუძლია უბანზე მისვლა, მას უარი ეთქმება, მაგრამ თუ კი ადამიანს უჭირს გადაადგილება, აქვს ისეთი პრობლემები, რომ ის ვერ შესძლებს უბანზე მისვლას, ასეთ შემთხვევაში უკვე მისი მოთხოვნა დაკმაყოფილება. დიახ, ამისათვის ცნობა უნდა წარადგინოს თუ არ არის არა, საჭირო? ცნობის წარდგენა არ არის საჭირო, როგორც ვთქვი, კომისია ახდენს ასეთი ადამიანების გადამოწმებას და შესაბამისად საუბნო საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტილებას. დიახ. და ბოლოს რას ურჩევთ ამომრჩეველს, როდის დაიწყება ხმის მიცემის პროცედურა, როდის დასრულდება, როგორ ჩაერთონ ამ პროცესში? დიახ, მე ვურჩევ და მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს, რომ არჩევნები საერთო საქმეა. ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიგრძნოთ ეს მაღალი პასუხისმგებლობა და 26 ოქტომბერს აუცილებლად მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, თან ვიქონიოთ ჩვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აუცილებლად მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და უკეთეს მომავლის შექმნაში. დიახ. როდის დაიწყება კენჭისყრის პროცესი და როდემდე გაგრძელდება? კენჭისყრის პროცესი, როგორც აქამდე ხდებოდა, ტრადიციულად ამომრჩევლისთვის იწყება 8 საათზე და დასრულდება 20 საათზე. დიახ. და საინტერესო არის, როდის გახდება ცნობილი არჩევნების შედეგები, ელექტრონული სისტემით ჩატარება ითვალისწინებს იმას თუ არა, რომ ჩვენ შეიძლება უკვე 26 ოქტომბერს ვიცოდეთ გურჯაანის მუნიციპალიტეტში რა შედეგი დაიდო. დიახ, ელექტრონული საშუალებების ერთ-ერთი უპირატესობა, მათი გამოყენების ერთ-ერთი უპირატესობა გახლავთ ზუსტად ის, რომ 8 საათზე მას შემდეგ რაც მივიღებთ ბოლო ამომრჩეველს, დაიხურება პროცესი როგორც ვერიფიკაციის აპარატებში, ისევე ხმის მიცემის ელექტრონულ მოწყობილობებში. ხმის მიცემის ელექტრონული მოწყობილობები მაშინვე გვიბეჭდავს წინასწარ შედეგებს, რომლითაც ფაქტიურად უკვე ხდება ცნობილი კონკრეტულ უბანზე მიღებული შედეგები. ეს შედეგები დაუყოვნებლივ იგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც საშუალებას მისცემს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ ძალიან სწრაფად ჩვენს მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია წინასწარი შედეგების შესახებ.
დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა თქვენ.